აი ესე გამოიყურება ლოტი, უამრავი ავტომობილი შემოსულია, ეს ავტომობილები უნდა გადამოწმდეს, გაკეთდეს ზოგადი შეფასება და შემდეგ გადაიყვანენ C და B line-ზე, სადაც გაიყიდება. ეხლა C და B line-ზე უნდა გადავიდეთ და ვნახოთ ეს ავტომობილები დავათვალიეროთ, მანამდე უნდა შევიდეთ, წარმოვადგინოთ ჩვენი ლიცენზია და გადავიდეთ შემდეგ უკვე ავტომობილების სანახავად. ოკეი, ვაჩვენეთ ჩვენი ლიცენზიები. უნდა გქონდეთ აქ აკაუნთი, ლიცენზიები ატვირთული და ამის შემდეგ შეძლებთ რომ შემოხვიდეთ და დაათვალიეროთ ეს ავტომობილები. ეხლა გადავიდეთ და უბრალოდ ნახოთ საინტერესო ვარიანტები, როგორ არის მოწყობილი ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე სხვა ვიდეოებში უშუალოდ განვიხილავთ თუ მაგალითად $3,000 რომელი სედანის ყიდვა შეიძლება, რომელი ჯიპის და ასე შემდეგ და ეს ავტომობილები გამოვა გასაყიდად და თუ დაგაინტერესდება შეგიძლიათ უკვე მოგწეროთ, ჩვენი მენეჯერები ჩაერთვებიან და გაყიდინებენ ძალიან მაგარ ავტომობილებს. დავიწყოთ. როგორც გითხარით, აი ესე განლაგებული ავტომობილები სურათდება იმ ადგილას, ასევე იფუთება ავტომობილები, რომელსაც დიდი ხანი სჭირდება, რომ საბუთები დამზადდეს, ან ბანკშია ჩადებული ან ასე შემდეგ და რომ არ გაფუჭდეს, ფუთავენ, რომ დასველდეს და ასევე ძვირიან ავტომობილი. A7 კვადრო, დინამიური სპორტული ავტომობილი. აი ესე გამოიყურება, საკმაოდ მცირე დაზიანება. ლაივ რეჟიმში გაჩვენებთ, რომელიც აუქციონზე გამოვა ახლა. ლოტი არის აი ეს შეგიძლიათ შეხვიდეთ ნახოთ შემოწოთ მაილაჟი და ასე შემდეგ. სევერვილში დგას, ნიუ-ჯერსში. საკმაოდ იაფია ამის ტრანსპორტირება დაახლოებით $1,200 საქართველომდე და საკმაოდ კარგი ავტომობილია. აუცილებელია რომ შემოწდეს ამ ავტომობილის ისტორია, აუცილებელია შემოწდეს რომ რა თარიღში არის შემოსული ეს ავტომობილი აქ, რა პრობლემა ქონდა, როგორი ტაიტელი აქვს და ასე შემდეგ. და შესაბამისად გამოვრიცხავთ უკვე რისკებს. ამიტომ როდესაც ავტომობილს ყიდულობთ, საკმაოდ ბევრი დეტალის განხილვა საჭირო, რა თქმა უნდა, თუ უფრო ძვირიან ავტომობილს ყიდულობთ, იმიტომ რომ ძვირიანზე უფრო დიდი რისკები არის. ავტომობილები, ვისაც გაინტერესებთ, გინდათ ბიუჯეტურში, ადვილი მოსავლელი, ეს არის Kia-ს მინივენი, საკმაოდ კარგი, 7 ადგილიანი. აი ესე გამოიყურება. ეს არის Kia Sedona. კორეაშიც არის ესეთი, ოღონ სხვა სახელი ქვია. საკმაოდ კარგი ავტომობილია, გამძლე 2.5, 2.4 ძრავებით. და დაახლოებით $4,000-5,000 ფარგლებში შეგიძლიათ იყიდოთ აი ესეთი ავტომობილი. დაბალი კომპლექტაცია არის ტყავზეც. აქ არის $1,300 დაჯდება ამის ტრანსპორტირება. Hyundai Tucsoni 2020 წლის ზევით ეს ეგრეთ წოდებული კუზაო საკმაოდ კარგი ავტომობილი არის 2.0 ძრავებით 1.6 და ასევე 1.6 ჰიბრიდებია და ასევე არის 2.4 ეგრეთ წოდებული პრასტოი ძრავებით, ანუ ესე ვთქვათ, არც ტურბინით და არც დამატებითი ესე ვთქვათ ცილინდრებით. 360 კამერით არის, მაღალი კომპლექტაცია, ტყავზე, საკმაოდ ლამაზი ჯიპია, დაახლოებით შეიძლება ამ ავტომობილის ყიდვა $10,000-12,000 ფარგლებში. ემატება სადაზღვო აუქციონზე დაახლოებით 10-დან 12%-მდე, ანუ დაახლოებით საქართველოს დაგიჯდება $13,500 ეს ავტომობილი. არის სხვადასხვა კომპლექტაციები, სხვადასხვა დაზიანებები, სხვადასხვა მაილაჟები და შესაბამისად თუ ესეთი ავტომობილი თქვენ გულით გინდათ, შეიძლება რომ კარგ ბიუჯეტში ჩაგდიოთ. გადავიდეთ ახლა ვნახოთ BMW X3. BMW-ს ფანი ხართ, ნახეთ როგორი ავტომობილია, ახალ ცხვირზეა, არ არის მაღალი კომპლექტაცია, არ არის M პაკეტი, 2.0 ძრავით არის. ნახეთ ფარები როგორი ლინზოვანი ფარები აქვს, დისკებით, 4-ვე გამწია, საკმაოდ კარგი სალონი, 2022 წლიანი. დაზიანება აქვს ერთი იქით ამხარე, მარცხენა მხარე, 2 კარებია გამოსაცვლელი. სალონი ესე გამოიყურება, არის ეკრანით, კარბონებით და ასე შემდეგ. საკმაოდ კარგი ავტომობილია, დინამიური, ლამაზი, გასაპრანჭიც და დაზიანებაც აქვს ნაკლები. ერთი მინდა შევამოქცეთ ამერიკაში, როდესაც ყიდულობთ მეორად ავტომობილს, დაზიანებულს, თუ ყიდულობთ 2020 ზევით, განსაკუთრებით BMW-ს, შეგიძლიათ რომ თითქმის იგივე ფასში იყიდოთ დაუზიანებელი ავტომობილები. ვისაც პატარა ოჯახი ყავთ, გამძლე ავტომობილი გინდათ, ესე ვთქვათ, დინამიური, შეკრული და ასევე სანდო, საიმედო, ერთ-ერთი ყველაზე სანდო ავტომობილი არის Volvo, რომელიც არის უფრო სქელი მეტალისგან დამზადებული ეგრეთ წოდებული სტოიკები, კარები და ასე შემდეგ, რომ ნაკლები
ნაკლები, ესე ვთქვათ, ავარიის შემდეგ ნაკლები რისკი იყოს ადამიანის, ესე ვთქვათ, დაზიანების და მით უმეტეს დაღუპვის. ეს არის Volvo, ძალიან მაგარი ავტომობილი და მინდა გითხრათ, რომ Volvo-ს, ესე ვთქვათ, ფასები ამერიკაში არის საკმაოდ მაგარი, ვიდრე ევროპაში ან კორეაში, რა თქმა უნდა. ეს არის ესე ვთქვათ, 2021 წლიანი და ეხლა დავათვალიერე. შეიძლება Nissan Rogue-ებს არის 2016 წლიანი, რომელიც დაახლოებით აუქციონზე შეგიძლიათ 1500-2000 დოლარის ფარგლებში საქართველოს დაგიჯდება 4-4.5 და გაბაჟებით, ეს ჯიპები დაჯდება დაახლოებით 700 დოლარი. მე ვიძახი 2016-დან 2018 წლამდე. და სპორტული, დინამიური, კომპაქტური ავტომობილი ეს არის M240 მეორე სერია, კუპე. ნახეთ, როგორ გამოიყურება, ძალიან მაგარი ფერი აქვს. ლურჯი ფერი, სალონი. ეხლა პარკი არის დაკრული, წინ გვაქვს დაზიანება, ნახეთ. წინ არის ესეთი დაზიანება, აუცილებლად ესეთი დაზიანების დროს უნდა გაითვალისწინოთ, შეიძლება დაბლიდანაც იყოს ავტომობილი გადამხდარი, გაფუჭებული იყოს კარტერი და შემდეგ უკვე მოусმინოთ ძრავის ხმას. ეს რისკები გაითვალისწინოთ, იმიტომ რომ ესეთ ავტომობილს რო ყიდულობთ, ძრავი არის ყველაზე დიდი რისკის ფაქტორი და ამიტომ აუცილებლად უნდა აი ესე აყავთ ავტომობილები, ვინც არიცით, ნახეთ რამხელა პაგრუშიკია და როგი. მეგობრებო, დავასრულეთ ჩვენი შემოსვლა, პატარა ლოტი არის, ბევრი ავტომობილია და გამოდის თანმიმდევრობით. საკმაოდ, ესე ვთქვათ, ვფიქრობ, რომ ნორმალური ვიდეო გამოვიდა საწყის ეტაპზე და მიწერეთ კომენტარებში მომეც რჩევები. აუცილებლად გავითვალისწინებ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩემი მაყურებლები. და უფრო და უფრო გავაგრძელოთ, დახურული აუქციონები ვნახოთ, ასე შემდეგ და უფრო მეტი ისწავლოთ, დაიწყოთ ბიზნესი ამ სფეროში, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი თანხების გამომუშავება შეიძლება და უამრავი მაგალითია ჩვენთან ვინც მუშაობენ. გამოიწერეთ ჩვენი არხები, Telegram-ი არ დაგავიწყდეთ დაუზიანებელი ავტომობილებს და მალე აგვექნება დაზიანებული ავტომობილის შემოწმებულების, ესე ვთქვათ, ჯგუფი ეს იქნება Viber-ზე ან WhatsApp-ზე, თქვენ დამიწერეთ რომელი ჯობია, საათ შეგიძლიათ უცებ იყიდოთ ეს შემოწმებული ავტომობილები და ტრანსპორტირებას გაიკეთებთ ჩვენი გუნდი, კომპანია Carmover. დროებით გისურვებთ წარმატებებს.